დაუბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე Jam Fest და ორგანიზატორები გვყავს სტუდიაში სტუმრად ბიკო ბირბიჩაძე და ტატო ხარჩილავა. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. Facebook-ზე უკვე ატყდა ამბავი, ასე ვთქვათ, პირველი შეკითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაგისვათ იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში არის ეს შეკითხვა, ეს არის კაზანტიპი თუ არ არის კაზანტიპი? მოდი ჯერ ამ საკითხს მოვფინოთ ნათელი. იმიტომ რომ კაზანტიპია თუ არ არის კაზანტიპი, კაი ტიპი რო არის. კაი ტიპი არის ნამდვილად. იმართება ანაკლიაში 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ არ არის კაზანტიპი, ხო? არა, არ არის კაზანტიპი. ერთადერთი რაც აკავშირებს კაზანტიპთან არის ის, რომ წინა წელს იყო მაგაგიულას კაზანტიპი წელს კეთდება Jam ფესტივალი, რომელიც რადიკალურად განსხვავებული ფესტივალია. არანაირად დაკავშირებული არ არის. მოგვიყევი მაშინ მე მგონი მნიშვნელოვანი არის რომ რაღაც ერთი ადგილი იერთიანებს თავის თავში ტრადიციას იყოს იქ ფესტივალები. ასევე ფესტივალების არსებობის დროს იქ მოსახლეობა დაკავებულია რაღაც თანხები შედის მოსახლეობაში და თვითონ ადგილი რეგიონის ვითარდება. ბევრი ტურისტი ჩამოდის ამ ფესტივალზე. ესეც კიდევ უფრო მეტად სწორედ და თქვენ უფრო ილაპარაკებთ ამაზე კონკრეტულად შეხება გაქვთ იცით ინფრასტრუქტურა რა ჭირდება რა აკლია ეს პრობლემატური მხარეც გვაინტერესებს არ მარტო მისი ხიბლი დავუშვოთ ზედაპირულად ხიბლით რო დავიწყოთ რა ფესტივალია და როგორი მუსიკა იქნება ამ 7 დღის განმავლობაში არა მარტო ხიბლით არა მარტო მართალი ხარ ხიბლით დავიწყოთ ჯერ თუ მოდი დავიწყოთ მე ხიბლით დავიწყოთ რატო იცი რომ უფრო პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ და კარგი მაშინ თუ შარშად გამოჩნდება სანამ ფესტივალი დაწყებულა აი ამით დავიწყოთ და რა იქნებოდა კარგი რომ ფესტივალზე იყოს და ჯერჯერობით არ არის. მე მაინც ესე ვიტყოდი თუ შეიძლება ამ მიმართულებით წავიდოდი რომ წინა წელს რაც გაკეთდა და რა პრობლემებიც გამოიკვეთა წინა წელს ეს მაგალითი არის უკვე ჩვენთვის რა ჯობია ამ წელს უფრო ესე ვთქვათ ახალი სახით გავაკეთეთ რედაქტირებული იყოს და გავაუმჯობესოთ. პირველ რიგში ეს არის ალბათ ფასები რომელიც იყო წინა წელს საუბრობდნენ და კრიტიკაცსაც კი არიშურებდნენ მოდი პირდაპირ თქვათ კი ძვირი იყო ძალიან დიდი ფასები იყო თვითონ ფესტივალზე დასწრებაც და პარალელურად ყველაფერი იყო ძვირი დარჩენა კვება რაღაც ყველაფერი ესეთი გამოკვეთილად ძვირი იყო წელს ხდება ამ ყველაფრის ოპტიმიზაცია ანუ ჩვენ ვაკონტრაქტებთ თითქმის ყველას ვინც ჩვენთან იქნება დაკავშირებული ბარი კაფე ანუ accommodations საცხოვრებელი პირობები ამ შემთხვევაში და თუნდაც აი შეგვიძლია ვთქვათ ფასი რაც არის შეგვიძლია ვთქვათ როდესაც ვთქვათ აბონემენტს ვიღებთ აი ამ 7 დღიანი დღესასწაულს 9 დღიანი არის 30-დან 7 აგვისტომდე 2 დღე ამოვარდნილი იქნება და ამ 9 დღის განმავლობაში დასწრება ანუ ესეთი შეუზღუდავი დასწრება პირველი 1000 ბილეთი გაიყიდება 99 ლარად რამე შედის თუ მხოლოდ ბილეთის საფასური ეს არის ბილეთის საფასური და პლუს ტრანსპორტირება უფასო ანუ თბილისიდან ბათუმიდან და ქუთაისიდან იქნება ესე თქო და ზევიდან დამონტებით სასტუმრო ხო? არა შესაბამისად არის კიდე მეორე პაკეტი რომელიც დღეს 328 ლარი ეს არის 2 ადამიანზე გათვლილი პაკეტი 3 დღიანი თავის და რაც გულისხმობს აი ეს მეორე ამ შემთხვევაში ეს ანუ ამ ფესტივალს ექნება თავის საკუთარი კემპების ქალაქი ანუ სადაც კარვებში შეძლებენ ადამიანები დარჩენას და შესაბამისად ეს სერვისი იგულისხმება ამაში რომ ანუ 9 დღის ბილეთი და პლუს საცხოვრებელი კემპინგი 238 ლარი 318 ლარი 2 ადამიანზე ხო 200 ხო 2 ადამიანზე და რაც შეეხება კიდე სხვა პრობლემებს რომლებსაც ახლა ვილაპარაკეთ ჩვენ და პრინციპში ამ პრობლემებზე მიდის ახლა აქტიური მუშაობა იქიდან გამომდინარე რომ შარშან მართლა ძალიან ძვირი იყო საცხოვრებელი იყო ყველაზე ძვირი იქიდან გამომდინარე რომ მოსახლეობამ ძალიან ძვირი ფასი დაადო ამ ყველაფერს წელს ისე გამოიკვეთა რომ როცა დადგა საშიშროება რომ შეიძლება და მომავალ წელს აღარ ჩატარებულიყო საერთოდ რეგიონში არანაირი ფესტივალი არ ყოფილიყო მე მგონი მიხვდა მოსახლეობა იმას რომ რა კი დათმობაზე წავიდნენ და უფრო დაბალი ფასები იქნება წელს გაცილებით საცხოვრებელზე ფესტივალის ფასებს დაარეგულირებს კი ფასებს დაარეგულირებს და თან უკვე ყველა საქის განცდა რომ ეს იქნება გრძელვადიანი და შესაბამისად ეს რომ იყოს გრძელვადიანი და არ შეშინდეს მომხმარებელი ფასები უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი რა თქმა უნდა გარდა იმისა რომ ფესტივალის ფასი ჯერჯერობით არის
მართლა სასაცილო 99 ლარი 9 დღის ბილეთი საცხოვრებელი ფართები ან საცხოვრებელი გასაქირავებელი სახლებიც იქნება ძალიან დაბალი უწესრიგ კარვების რაოდენობა თავი დამონებოდა დავშეთ საცხოვრებელი ორი სასტუმრო მე მახსოვს რომელიც იქ არსებობდა სამი სასტუმრო არის და წინა წლისგან განსხვავებით წელს ანუ სასტუმროების ხელმისაწვდომი იქნება იმიტომ წინა წელს თვითონ ჩვენ გქონდა აღებული კაზანტივს თლიანად სამი სასტუმრო და იქ ცხოვრობდა სტაფი მუსიკოსები მენეჯერები და ამ შემდეგ წელს ესე არ იქნება ანუ ჩვენ ვიღებთ მხოლოდ ერთ სასტუმროს მუსიკოსებისთვის და სტაფისთვის და დანარჩენი ორი სასტუმროც ხელმისაწვდომი იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის პარალელურად კიდე ძალიან ბევრი სახლი გუნდი მუშაობს იქ უკვე ანაკლიაში არის ვინც მოსახლეობასთან ანუ ეს დეტალებზე დეტალებს ათახმებს მნიშვნელოვანი არის რომ სახლები წინა წლისგან განსხვავებით ბევრს რომ მოწესრიგებული არის იმიტომ არის ინფრასტრუქტურა ხო იმიტომ რომ გაუმჯობესებული უნდა იყოს გაუმჯობესებული არის არც არ იყო მაგალითად Wi-Fi ხა უკვე ინტერნეტის უკვე იცი რა მაინტერესებს თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საკვებ ობიექტებთან იმიტომ რომ კიდევ ერთი კრიტიკა რაც ხშირად ისმოდა შარშანდელიდან გამომდინარე არის რომ ხაჭაპური 20 ლარი ხო და ხინკალი რაღაცა წარმოუდგენელი ფასი იყო ხო 320 ლარი ერთი და ხო ანუ აი ეს დარეგულირება მოხდება თქვათ მოლაპარაკების საფუძველზე ეს მოხდება კონტრაქტის შესაბამისად ანუ ყველა კომპანია რომელიც ჩემო ტერიტორიაზე კონტრაქტის პირობებით ჩვენ დავარეგულირებთ ფასებს ჩვენ დაგვაინტერესა თბილისის ქუჩებში გავედით და გამოვკითხეთ ახალგაზრდობა ვინც ესწრებოდა კაზანტიპს როგორი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ და როგორ ხველოდებიან ახლა მომდევნო ფესტივალს მოდი შეგვიძლია ვნახოთ ეს ვიდეო კაზანტიპსაც ვიყავით ძალიან მოგვეწონა ეს ფესტივალი და წელსაც სიამოვნებით წავიდოდით ანაკლიაში კაია ვიხარი ჩემი ეს ელექტრონულ მუსიკასაც საკმაოდ დიდი გასახანი აქვს და უფრო საინტერესო მოსმენია და უფრო ისეთი არის და კი წავიდოთ. ვფიქრობ რომ ესეთი სახის ღონისძიება საკმაოდ ხშირად უნდა ტარდებოდეს, რათა უფრო კარგად გავერთოთ და ხალისიანი ცხოვრება გქონდეს ახალგაზრდებს. ჩემი ფესტივალი კარგი არის საქართველოში განვითარდეს ტურიზმი, იყოს უფრო პოპულარული და რა ვიცი, კაზანტიპი თუ არ ჩავარდება, უმჯობესი იქნება. რა ვიცი, არ ვისმენთ ესეთ მუსიკას. არ გვაქვს სურვილი. ძალიან მიყვარს ელექტრონული მუსიკა და ვფიქრობ რომ ბევრი თინეიჯერი უნდა წავიდეს. რო ტარდება ზოგადად კარგი. იმიტომ რომ ვინც უსმენს ის ხალხი გაერთობა. წავიდოდი კი. ჩემი აზრით ძალიან კარგი იდეაა და ახალგაზრდებს სჭირდებათ რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება. საბედნიეროდ ამ დროს გამოსწორდა სიტუაცია ამ მხრივ და ძალიან კარგია. ესეთ ფესტივალები რა თქმა უნდა მისასალმებელია. დიდი სამონებით წავიდოდი თავისუფალი დროით მეკითხებოდა. ჯემ ფესტივალის პოტენციური სტუმრები არიან შეიძლება ითქვას. ასაკიც არის. მაგრამ მას ვიტყოდეთ რომ მე ჩემი ასაკიდან გამომდინარე მეც სიამოვნებით წავიდოდი მართალი რო გითხრათ რა. კი, მე მგონი ასაკს არ ცნობს ეს ფესტივალი. არც მე არ ვცნობ ასაკს. მუსიკა არ უნდა ცნობდეს, მე მგონი ასაკს აბსოლუტურად. მოდი მუსიკაზე რა ხან დაიწყე საუბარი, ბუნებრივია გვაინტერესებს რა მუსიკა იქნება და საერთოდ კონცეფცია აი ამ ჯემ ფესტივალის. ანუ მოხდა სამოდენიმე დღეს უკან დაანონსება პირველი ლაინაპის, სადაც გამოიკვეთა ის ხაზი უკვე მუსიკალური ხაზი, რაც ძირითადი ხაზი იქნება ამ ფესტივალზე. მე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ეს ფესტივალი ალბათ ლოგიკური გაგრძელება არის იმ ყველაფრის, რაც ხდება დღეს თბილისში, თქო, უფრო საქართველოში, მაგრამ კონკრეტულად თბილისში. არის ძალიან დიდი დაინტერესება ელექტრონული მუსიკის მიმართ და ზოგადად ივენთების მიმართ. და შესაბამისად ვფიქრობ ეს შეიქმნება კიდევ ერთი დიდი ბრენდი, რომელიც პერმანენტულად უფრო და უფრო გაიზრდება. მუსიკალურ მხარე უკვე გამოიკვეთა ანუ ძირითადი ხაზი როგორც აღნიშნე არიან მოწვეული ისეთი მუსიკოსები როგორც არის Dubfire, Live Hybridis პროექტით. ასევე დევიდ აუგუსტი, რომელიც იყო რამოდენიმე თვის უკან, დატომ გააკეთა ეს ივენთი და ძალიან ცოტა ივენთი მახსენდება, რომელსაც ესეთი კაი ფიდბექი და გამოხმაურება ჰქონდა. შესაბამისად ლოგიკურია, რომ ჩვენი მუსიკოსი კიდევ ერთხელ მოვიწვიეთ და რა თქმა უნდა Buka Shady, რა თქმა უნდა Miami Dami და რა თქმა უნდა კიდევ ძალიან ბევრი არტისტი, რომელიც პერმანენტულად ანუ კიდევ ორი დაანონსება გვაქვს, დაანონსდება. ცოტა მიმართულებაც გვექნება ისეთი, იმიტომ რომ ფესტივალია, დიდი ფესტივალია და რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა რომ დიდმა სეგმენტმა მოიცვას ეს. გვეყოლება ცოტა უფრო კომერციული პროექტებიც, გვექნება ასევე ბენდები, გვეყოლება ბენდებიც, გამოცდილი, ნიუკამერებიც. და ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება. მე მაინტერესებს ყოველთვის, როდესაც უცხოელ შემსრულებელს ჩამოვთვლით ხოლმე, ქართველი შემსრულებები ამ შემთხვევაში ბუნებრივია იქნებიან წარმოდგენილი. კი, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ რომ ქართველი მუსიკოსები ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნება.
იქნება უცხოელი ტურისტებისათვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ რეალურად ის სახელები, რომლებიც ჩვენ ფესტივალზე არიან მთავარი headlinerები, თავისთავად ეს კომერციული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი არის, რომ ასეთ დიდი სახელები ყავს line-up-ში, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რა ხდება ზოგადად ლოკალურ ბაზარზე, როგორი არის ადგილობრივი production-ი მუსიკალური თვალსაზრისით. ამიტომ მე ვფიქრობ, კი არა და როდესაც ქართულ line-up-ს ვადგენდით, გარდა მარტო თქვა DJ-ებისა, იქ აქტიურად იქნებიან ჩართულები თქვა თანამედროვე როკ და pop ბენდები, ასე ვთქვათ. ჰიპ-ჰოპსაც გავულებთ სხვადასხვა. ჰიპ-ჰოპზე ჯერ არ გადავსვლა. ჩვენ ყავდა ეთერში ორი წარმომადგენელი ჰიპ-ჰოპის მიშო ურუშაძესთან ერთად. და საკმაოდ საინტერესო მუსიკოსები არიან. ექსპერიმენტალური იქნებოდა თქვა რაღაც ელექტრონულ მუსიკასთან ჰიპ-ჰოპის. ხო, იმიტომ რომ ელექტრონული მუსიკა მე არ გულისხმობ ჰიპ-ჰოპს ტრადიციული თვალსაზრისით, გულისხმობ ელექტრონული აკომპანიმენტით, როდესაც სემპლებით არის აწყობილი თელი აკომპანიმენტი. მიშო დაგვიკავშირდი. მე გთავაზობთ, იმიტომ რომ მართლა კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდიდა თქვენ ფესტივალზე. მუსიკა არ შეწყდება ამ 9 დღის განმავლობაში. გითხარით როგორ იქნება, მე ვიცი რომ რამდენიმე სცენა იქნება ხო განთავსებული ამ ტერიტორიაზე. კი, თუ შეიძლება დავამატებ ქართულ მუსიკოსებთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიწევთ მარტო არტისტებს და ბენდებს, ჩვენ ვიწევთ მათთან ერთად მათ პროდიუსერებს და მენეჯერებს, რომლებიც ჩამოვლენ და მოისმენენ მათ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საინტერესო არის ადგილობრივი არტისტები, ლოკალ არტისტები, პერფორმანსი და მათი საუნდი. კაი მაგალითი არის იგივე კაზანტიპი წინა წელს, იმიტომ რომ ქართული მუსიკოსები საკმაოდ ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი და ამის შედეგი არის, რომ ისეთი დუო როგორიც არის ბაჩო და კობერტი, იმის მერე მიიწვიეს მინსკში, ლვოვში, კიევში, კამბოჯაში, ისევ კაზანტიპზე, რომელიც პრობლემებით იყო დატვირთული, მაგრამ ივენთები ჩატარდა და ძალიან კაი ივენთები ჩატარდა და მართლა შემიძლია გამოკვეთილად თქვა, რომ ქართველი არტისტები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ანუ ყველაზე საინტერესო საუნდი ჰქონდა და ყველაზე საინტერესო და ყველა გვეკითხებოდა ისინი კიდე როდის დაუკრა. ამის ლოგიკური გაგრძელება არის აგრეთვე ის, რომ ზეგ, ბაჩო და კოვერტი უკრავენ ბერლინში, ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში. ეს არის ოფიციალური მიწვევა, თავის ჰონორარით და ანუ თლიანად დატვირთული ოფიციალური მოწვევა არის. შეიძლება ითქვას, რომ აი კაზანტიპის შედეგია ეს, ხო შენასწავლი? ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ეგ იქნება, კი რა თქმა უნდა, იქ იყვნენ ძალიან ბევრი პროდიუსერები და მენეჯერები, რომელსაც მოусმინეს და რა თქმა უნდა, იმათაც აინტერესებს ახალი მუსიკოსების ამ თვალსაზრისითაც ეხლა ამ წუთას იძახი, სწორედ ამას გულისხმობდა ის, რომ ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალური შეთავაზა იქნება ჩვენ საკმაოდ ღირსეული მუსიკოსების, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ თვითონ ეს გადაცემაც ემსახურება ამ ადამიანების პოვნას, მათ პოპულარიზაციას და მით უმეტეს ესე დიდი ფესტივალი, როდესაც ესეთი სახელები ჩამოდიან, მიეცეს ჩვენ მუსიკოსებს საშუალება, რომ იყვნენ მოსმენელები, დანახულები, როგორც აი ახლა ამ წუთას წინა ფესტივალის მაგალითზე რომ უკრავენ ბერლინში და ცნობილ კლუბებში, მნიშვნელოვანია თვითონ გასვლა ამ ადამიანების იმ ტურისტების ჩამოსვლა, იმიტომ ეს ორხრივი მოძრაობა, ეს არ არის მხოლოდ მოძრაობა აქედან იქით, ეს აბრუნებს ტურისტებს საქართველოში. და რაც შეეხება სცენას, როგორ იქნება, ანუ მუსიკა არ წყდება? მუსიკა არ წყდება 9 დღის განმავლობაში, არის non-stop რეჟიმში, გვექნება 4 სცენა, აქედან ერთი მთავარი და 3 ძირითადად დღის ივენთებისათვის და ერთი სცენა დაემატება კიდე აკვაპარკში, რომელიც თქვა შარშანდელისგან განსხვავებით წელს რაღაც ახალი სიახლეები გვაქვს. კი, შარშან თქვა დაკეტილი იყო აკვაპარკის ტერიტორია და ხიდიც იქ ხდება. ხიდს იქით ხდება ყველაფერი ეს. ანუ ანაკლის ხიდს. ანაკლის ხიდს. ხო, ანუ ეს არის რეალურად განმუხურის ტერიტორიაზე ეს ფესტივალის ლოკაცია, რომელიც ანაკლის ხიდით გადადის, თქვათ, ფესტივალის. და აქ არის ორი სასტუმრო, ხიდს აქეთ. ხიდს აქეთ არის 3 სასტუმრო უკვე. ერთი არ ფუნქციონირებდა მე მგონი, ხო? ფუნქციონირებს. უკვე ფუნქციონირებს. მე ახლა დარწმუნებული ვარ, მაყურებელი გვირეკავს ალბათ უკვე სურვილი გაუჩნდა და რატომაც არა დავგეგმოთ ახლავე ჩვენი 9 დღიანი მოგზაურობა ანაკლიაში. როგორ ხდება ბილეთების შეძენა, როგორ ხდება აბონემენტის შეძენა და დასწრება საერთოდ? ბილეთები გაიყიდება უკვე 15 ივნისიდან. სასტუმროსაც თქვენ კურირებთ სასტუმროს ბილეთების დაბრუნებას და ჩვენ არ კურირებთ, ჩვენ უბრალოდ როდესაც სრულ პაკეტს იღებ, რაზეც ვისაუბრეთ, ბუნებრივია. დაუშვათ რაღაცა არიან ადამიანები, რომლებიც დაუშვათ იმას აქ შეარიანო კარებში, მე სიამოვნებით ვცხოვრობდი კარებში. შენ იცი რა უნდა ქნა, სრული პაკეტი უნდა აიღო დათო. რომელშიც იგულისხმება, რა თქმა უნდა, 9 დღიანი იქ ყოფნა, ასევე სასტუმრო. და ჩვენ დავამატებთ კიდევ მაგას. ორი ეთერი გვაქვს იმ კვირის განმავლობაში. არა, მაშინ უკვე სეზონი არ იქნება ვისვენებთ ის პერიოდი, კარგად დაამთხვიეს, ჩვენთვის დაამთხვიეს ორგანიზატორები. ხო და რა მინდოდა მეკითხა სწორედ
ესე იგი ვის უნდა დაუკავშირენ ნაუშად ადამიანები, ვისაც სრული პაკეტის ყიდვა. მოკლედ არის ჩვენი ვებსაიტი www.gem-fest.com, სადაც ყველანაირი ინფორმაციის მიღება არის შესაძლებელი, არის უამრავი პაკეტი, ასე ვთქვათ, ერთჯერად ბილეთებზე, მრავალჯერად ბილეთებზე, სასტუმროიან ბილეთებზე, კემპიან ბილეთებზე, აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია, ყველანაირი ფასი დებს ჩვენ ვებსაიტზე და შეუძლია ნებისმიერ ძალიან მომხმარებელს ძალიან მარტივად გაიგოს. ერთი დღე მომინდა წასვლა მე იქიდან ხო ფიქრობ უკვე რომ 9 დღე ძალიან ბევრია ჩემთვის. არ მგონი შენ პრობლემა ქონდა. შენ თავად თქვა რომ ერთი დღე მინდა წასვლა და რამდენი კაცი გამოჩნდება შენ დამბატიჟებული არის ხა. მე გული მიგდროს რომ სალომე ჩამოვა. ერთი დღით მაინც. შეიძლება ხო ერთდღიანი ვიზა ავიღო. ხო შენთვის მithumetes მნიშვნელოვანია შენი წარმოშობიდან გამომდინარე, იქ ძალიან ახლოს არის აფხაზეთი ყველამ ვიცით და დაახლოებით ხვდები რომ ეს ხმა ჩავა იქ. ამ მუსიკის ხმა 9 დღის განმავლობაში, რომელიც დაუშვათ იქნება მუსიკის ხმა და სროლის. იქნებ სტუმრებიც იყო. და სწორედ ამაზე მინდოდა ხაზი გამოსვა, რომ თუ არის ცდილობა დავაპატიჟოთ ჩვენი ძმები და დები აფხაზები. მნიშვნელოვან თემას შეეხეთ დათო, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს რაღაც 3 კილომეტრში არის უკვე აფხაზეთი. აქეთამ აფხაზეთი, რომელიც საქართველოს ისეთი ნაწილი იყო უამრავი საუკუნის განმავლობაში, ეხაც არის უბრალოდ რაღაცა ესეთი გაურკვეველი პოლიტიკური ვითარების და გამო აღარ არის ჩვენ შემადგენლობაში. მყავს და მათ საშუალებით შეიძლება კონტაქტები და დაუპატიჟო. ხო და ნუ პრინციპში აფხაზეთიდან სოხუმიდან მყავს ცოლი ასე რომ მე სოხუმიდან გახლავართ ასე რომ ნუ აი ადაპტებზე იყვნენ ჩამოსულები სავარაუდოდ წელსაც იქნებიან და ჩვენ აქედან მივცემდით მესიჯს რომ ალბათ დიდი სიამოვნებით ველოდებით მათ და მათთვის განსაკუთრებულ პაკეტებს შევთავაზებთ რომ დაესწრონ ამ ფესტივალს. განსაკუთრებული შემოთავაზებები მათთვის კიდევ უფრო ესეთი იქნება. ზუსტად გეოგრაფიულ გასაყარზე არის. სადაც გავიყავით იქ შევეყრდით. თამამად ვიტყვი რომ უკვე დაგეგმილია და ეს იმედია რომ იქნება ყოველწლიური აუცილებლად ეს მნიშვნელოვანია. ხო, რომ წყვეტა არ მოხდეს. თუ შეიძლება დავამატებ ბოლოს რომ თავარი მესიჯები რა არის წელს დაბალი ფასები იქნება. ანეკლი არ იქნება გადაკეტილი როგორც წინა წელს იყო შემოსვლა იყო თითქმის არ მოვიდნენ რომ მოდიოდი პროექტზე ბილეთი ნაყიდი ქონდა მაგრამ რატოღაც პრობლემა იყო შემოსვლა თვითონ ტერიტორიაზე. და ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი მესიჯი კიდე ის არის რომ თვითონ ტერიტორიაზე სადაც ჩატარდება კაზანის ჩემ ფესტივალი იქნება სრული თავისუფლება. ძალიან კარგი. მოკლედ დაგეგმილია 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით. ხვდებით ერთმანეთს ანაკლიაში სტუმრებს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენს რომ ამინდი ყოველთვის უწყობს აფხაზეთს ნახოს. ნესტი არა. დარწმუნებული კარგი ამინდი იქნება დარწმუნებული ბევრი აფხაზის სტუმრები გეყოლება. კი და ბევრი ტურისტი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ უკვე ვისაუბრებთ ისევ მუსიკაზე, ოღონდ საბავშვო სიმღერებზე გავამახვილებთ ყურადღებას და გველოდებით.